გამარჯობათ. ეხლა მინდა გავაკეთო პატარა ვიდეო გაკვეთილი ეფექტზე, რომელსაც ქვია HDR. HDR ეფექტი, ეხლა რო გადავთარგმნოთ ქართულად, როგორი რაღაცა high dynamic range. ხო და მაღალ არტისტულ კონტრასტს ნიშნავს. სურათის რეზულტატი რო ნახოთ, საბოლოო რეზულტატი მიხვდებით რაც არის. ხო და მოკლედ ხო, კიდე ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, რომ ამ ეფექტის გაკეთება მე ახლა როგორც გავაკეთებ, შეიძლება CS5-ზე, CS6-ზე და Photoshop-ის CC ვერსიაზე. წინა ვერსიები არ ვიცი, წინა ვერსიებში არ ვიცი ისე ეს ხდება თუ არა იგივენაირად, იმიტომ რომ არ მიცდია. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, აგერ ხმარობ Adobe Photoshop CC-ის ვერსიას და Macintosh-ის კომპიუტერს. და იგივე ეფექტი თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ Photoshop-ის CS5-ის, CS6-ზე და CC ვერსიებზე Windows-ის კომპიუტერზეც. კარგი, მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელებ, დავიწყეთ. შევდივართ აგერ File, Open და გავხსნათ რა ვიცი, რა გავხსნათ. ეს. აგერ კაი გოგონაა მოტოციკლებზე. მე როგორც ყოველთვის background-ს ორჯერ დავაკლიკებ, მივცემთ OK-ს. ახლა ამას დუპლიკაცია არ ჭირდება, იმიტომ რომ გავაკეთოთ, მაინც ერთ ლეიერად გახდეს. მაგრამ აი განახებთ მაინც, რატო? აი გვაქვს უკვე დუპლიკაცია გავაკეთე, აი ჩამოვიტანე ლეიერი აქ ჩამაზე, მაუს ხელი არ აუშვი ისე და გადაკეცილ ფურცელზე, მე მაუს ხელს რო ავუშვებთ, ჩნდება აგერ, ხო? წინა გაკვეთილებიდან წესთ უკვე უნდა იცოდეთ, როგორ გახდება. Хорошо, ახლა რა ვშვებით? ახლა მოვდივართ აგერ image adjustments და HDR toning. Image adjustment, აი აგერ HDR toning რო წერია. მივცემთ, დავაკლიკებთ ამას და ეს გვეუბნება will flatten the document, do you want to proceed? Yes, უნდა მივცეთ. ახლა თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ მე განახებთ, რაზე თქვენ ლაპარაკი. Default-დან აგერ პირველ იმას გადავიტანთ სიტყვაზე custom. ამას დავტოვებთ როგორც არის ისე და დავიწყოთ, ესე იგი რადიუსი გვინდა 152. ავსავთ. ეთამაშეთ. მერე სიძლიერე, strength, ესე იგი სიძლიერე გვინდა ბოლომდე 4-ზე ავიყვანოთ. Okay, მერე გამა, ეს ამას არაფერს არ უშვებით, დატოვეთ მოუნიშნავი, მონიშნული თუა თქვენთან, დააკლიკეთ და მოუნიშნავს დატოვებთ. მე რა ვშვებით, გამას მივიყვან 0.94-ზე. გვაქვს ესე პატარა ერთი დაკლიკებით ჩამოწევთ. Exposure როწერია ამას ჩამოვწევთ -2.12-ზე. Okay. დეტალებს ავწევთ +159-ზე. Okay. მე რა ვშვებით, shadow გვინდა იყოს -33. highlight-ი მოდი 8-ზე ავიტანოთ, +8. vibrance რო წერია +35. და saturation -26-ზე დავიყვანოთ. ხო? ახლა ერთი რაღაცა კიდე. აი ეს ყველაფერი ხო მე როგორც ჩავწერე, ამ სურათს უხდება. მაგრამ თქვენ რო ეთამაშოთ, გააჩნია როგორი რეზულტატი გინდათ. ამებს რო ეთამაშოთ, შეგიძლიათ სხვადასხვა რეზულტატები მიიღოთ, მაგრამ მე ძირითადად გასავლით ახლა განახებთ როგორ ხდება სიტყვაზე ამის ხმარება. სხვადასხვა ისინი გაქვთ აქ კიდე. ამებსაც ეთამაშოთ, ახლა მე ყველაფერს რო ეთამაშო ესე და ყველა ის განახოთ, რა ვიცი, კაი ხანი დამჭირდება ამ გაკვეთილზე. მოკლედ ესე მე როგორც გავაკეთე ახლა ამ სურათისთვის ეს კარგია და მივცემთ OK-ს, ხო? წეგან რო გითხარით დუპლიკაციის გაკეთება არ არის საჭირო თქო, იმიტომ რომ მაინც ერთს გახდის, ხო, აი HDR-ს როცა აკეთებთ, ხო, ყოველთვის ერთად ხდის. ორი კი არა 10 ლეიერი რო იყოს, მაინც ერთს გახდის. კარგი? ხო და აი ეს არის რა, სულ ძალიან ისეთ ფონჩია გაზვიადებული, აი ძალიან არტისტული ის არის კონტრასტი. და რა ვიცი, ახლა მანამდე სურათი რო იყო და მე ეს ძალიან დიდი განსხვავებაა სხვათა შორისა და რო განახოთ აგერ save as
და ამას grill 1-ის მაგალითად ჩავწეროთ 2. მეორე გოგო desktop-ზე JPEG-ზე უნდა იყოს აუცილებლად. მივიცეთ save. მაქსიმუმი ახლა თქვენთან 9-ზე თუ არ ვაზი ან რაღაცა აწევთ. ესე ბოლომდე უნდა იყოს აწეული. ვიცით OK-ს. ხო? OK. ახლა ეს სურათი აღარ მჭირდება, იმიტომ რომ გავაკეთე ყველაფერი. ხო, სიტყვაზე და გადავაგდოთ ახლა. всё. რავშავთ, ახლა მეორე რაღაცას განახებთ კიდე. File, open, სხვა სურათი. და ამოვიღოთ, რა ვიცი ახლა აგერ. მერე განახებთ სურათების შედარებებს. New York City, ამოვიღოთ New York-ის სურათი, ხო? Background-ზე ორჯერ დავაკლიკოთ. არ გვინდა დუპლიკაცია ამისი, იმიტომ რომ წეგან ხო ნახეთ, რომ მაინც ერთ ხსნით. და მივდივართ იგივე ეტაპს, იგივეს ვაკეთებთ ყველაფერს, სიტყვაზე image, adjustments და HDR toning. Yes. Default-ის მაგივრად custom. Radius-ი რა გქონდა წინაზე 152. სიძლიერე ესე იგი strength ბოლომდე 4-დან 0. Gamma 0.94, ესე იგი პეტერაზე გაწიეთ მარტო მარჯვნივ. მერე exposure -2.12. Detali +159. Okay. ეს ახლა shadow -33. Highlight-ი ავიყვანოთ 8-ზე. Vibrancy +35-ზე. Highlight-ი +8-ზე, +35. და saturation ამასაც მივიცეთ სიტყვაზე -26. ხო? და გვაქვს ესეთი რაღაც. ახლა თუ გინდათ რომ ცოტა ღია იყოს, არ არის პრობლემა. შეგიძლიათ ეს ასე აწიოთ. კაი? შეგიძლიათ აგერ დატოვოთ -1.58. არც ეს არის პრობლემა. სიტყვაზე. გააჩნია რა თქვენ როგორ ღია გინდათ გააკეთოთ, მუქი თუ რაღაც. და მივცემთ OK-ს. ხო? ეხლა რა შეიძლება გაკეთდეს? ამაზე აგერ დავაჭერთ. ახალ layer შევქმნით ამ გადაკეთილ ფურცელზე რომ დავაკლიკოთ მაუსით. და რა გვინდა, მოდი სიტყვაზე ვითომ ცა გვინდა უფრო მუქი ლურჯი რო გავხატოთ, ხო? არ არის პრობლემა. აგერ როგორ კეთდება ახლა? ამას დავაჭერთ აგერ ფერის ასარჩევს. შევარჩიოთ ლურჯი ფერი, რა ვიცი. როგორი ლურჯიც გინდათ? მივცეთ OK. და ახლა რა ვშვებით? აი ამ ტულს უნდა იმას ვქნათ, ავარჩიოთ. თქვენთან ეს თუ აგერ ვედროს დააჭერთ მაუსით, არ აუშვებთ ხელს, მოიტანთ ამაზე, ახლა აუშვით ხელი და ეს არის, ხო? ახლა რა ვშვებით? Command -C Macintosh-ზე ან Control - Windows. ხო და ახლა აი ეს რო გესმოდეთ როგორი რაღაცა, ეს საერთოდ, ხო? არჩეული მაქვს ახლა პირველი. ფერი იმიტომ შეიცვალა ამან, რომ ამ ფერზეა დაყენებული. პირველი ორი აკეთებს აი მაგას. ხო და რა ასაკეთებს? სადაც დააჭერთ, იქ არის ყოველთვის უფრო მუქი. ხო და ლურჯი მუქით იწყებს. ესე იგი, აქედან რო დავიწყოთ, ახლა ქვემოდან რო დავიწყოთ, გაალურჯებს მარტო ამ მხარეს, იმიტომ რომ ამითი დავიწყეთ და ესე იგი ლურჯით იწყებს. ჩვენ გვინდა რომ ზემოდან დაიწყოს ლურჯით და ცოტა იმას ქნას. ფერი არ დაეკარგოს, ხო? ჩამოვწერთ, რა ვიცი, ნახევრამდე თუ გინდათ ბოლომდე რო ჩაიყვანო. მოდი, აი, მე ესე ჩამოვწერ, ხო? ჩამოვწია, აქ თეთრია, იგივე ყველაფერი დარჩება თითქმის, პროსტა ცას გაალურჯებს. Okay? გადავიყვანოთ, რა ვიცი, overlays. გახდა ახლა ესეთი რაღაცა. შეგიძლია multiply-ზეც თუ არ მოგწონთ. დავაკეთოთ ამ multiply-ს. ახლა command +-ი Macintosh-ზე ან control + Windows-ზე. ხო და რა ვიცი, multiply უფრო მოუხდა, ცოტა ისე სახე მისცა. ახლა კიდე რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამაზე. ჩვენ შეგვიძლია ეს სხვა ფერის გავხადოთ და რა ფერიც გვინდა ის გავაკეთოთ სიტყვას. და როგორ? დავაჭერთ აგერ ორჯერ მაგას, თვითონ mag layers და აგერ color overlay-როა მაგას დავაჭერთ. მე ამას გადავიყვანთ, რა ვიცი, multiply-ზე. ან თუ გინდა overlay-ზე. დავაგდებთ opacity-ს.
მიცემთ OK-ს. და ახლა გამოგვივიდა რაღაც ორმაგი ფერი რაღაცნაირად. წითელით შეეხამა, ის წითელი შეიძლება შეგეცვალოთ, იმ წითელზე რო დაგეჭირათ, განახლებთ ახლა აგერ სად არის. ამას ორჯერ რო დააკლიკებთ, მიგიყვანთ ისევ იმაზე, იმ ეფექტზე. აი ეს წითელი შეგიძლიათ სხვა ფერზე გადაიყვანოთ, სიტყვაზე მწვანა, გამწვანა. სიტყვაზე მინდა, რა ვიცი, ფორთოხლისფერი, აჰა, ესეთ ფონში. შეგიძლიათ რა, რო ეთამაშოთ რეზულტატს და ნახავთ. და დავტოვებ ამას. მე ამაზე. ესე იგი ამას აჭერთ და შეცვლით ფერს, რა ფერი ძინდა. всё. ახლა ამას მივცეთ კანსელი, იმიტომ რომ მე აღარ მჭირდება. ესე იგი ხო გახსოვთ როგორ უნდა დაბრუნდეთ, აუ ფერი შეცვლა თუ გინდა, თვითონ ამ ეფექტს დააჭერთ ორჯერ. მე მოდიხართ აგერ დააჭერთ ამ წითელ ფერს და აარჩევთ თქვენ ფერებს. მივცეთ ახლა cancel. cancel, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი უკვე გვაქვს მზად. ხო და ეს არის რა, ეს თუ გინდათ ახლა ფონის შეცვლა, ფერის მიცემა და ის, რა ვიცი, მე მგონი რომ ძალიან კაი ეფექტია. უამისოდაც შეგიძლიათ შეგიძლიათ ესე დატოვოთ, მაგრამ ესე თუ გინდათ უფრო დრამატული ეფექტი მისცემთ, შეიძლება ამის გაკეთება. Okay, ახლა რა შევით? File, save as New York City ხო წერია და მივამატოთ ამას ერთიანი. და PSD არ გვინდა, აგერ PSD-ს გვეუბნება, ჩვენ გადავიყვანთ JPEG-ზე. Save, ეს უკვე 12-ზეა, მაქსიმუმს თუ დაბალია, ხო გახსოვთ, ასე აწევთ, ისემთ OK-ს. და სულ ეს იყო, ხო, მორჩით ახლა ჩვენ აქ. ყველაფერს გამორთოთ ეს, don't save, Photoshop, hide Photoshop. სიტყვაზე. და ახლა მინდა განახოთ რეზულტატები. მანამდე და მერე. კარგით? და მაგით მიხვდებით რა განსხვავება ამ ორ სურათს შორის სიტყვაზე. ამოდი 4-ვეს მოვნიშნავ მე. და ამოვაგდებს იმის მიყოლების მიხედვით. ესე იგი პირველი ეს გოგო რო გავაკეთეთ. ჩამოვწევთ აგერ, აი ესეთი გამოვიდა, უფრო დრამატული. ესე იგი ეს უფრო დრამატული. მე ავარჩევ აგერ აი ამას და ეს ზემოთავდიოთ სიტყვაზე. და ესა. ესე იგი ამ სურათიდან გავაკეთეთ ეს უფრო დრამატული, ან ამ გოგოსგან გავაკეთეთ ეს. რა ვიცი, ძალიან ისეთი ის არის, ძალიან ხშირად იყენებენ ამ ეფექტებს სხვათა შორის და რა ვიცი, იმედია მოგწონთ, იცი? მე მომწონს ეს ეფექტი. ამას ქვია HDR, ისევ ვიმეორებ HD და R ასო. ხო და სულ ეს არის რა, მადლობა ყურადღებისათვის და იმედია დღესაც პატარა ტრიკი ისწავლეთ, თუ ხრიკი, რა ვიცი. კაია, მადლობა. კარგად.